დენად არის სოციალურად ორიენტირებული ხელისუფლების პოლიტიკა. დღეს შეგიძლიათ მითხრათ. მე ამ კითხვაზე აუცილებლად გაგცემთ ქალბატონო ინგა პასუხს. თქვენ ობიექტური ჟურნალისტი ბრძანდებით და დამეთანხმებით, რომ საქართველოს კონსტიტუცია ეს მხოლოდ სოციალური სტანდარტების უზრუნველყოფა არ არის, არც საარჩევნო სისტემებია, არც მხოლოდ პრეზიდენტის თავია და არც თქვათ მხოლოდ მიწასთან დაკავშირებული პრობლემებია. ეს არის ერთიანი ეროვნული თანხმობის პოლიტიკურ, სამართლებრივი, სოციალური აქტი, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ დღეს შევიკრიბეთ და მე ძალიან დიდი თხოვნა მექნება აუდიტორიასთანაც, ოპონენტებთანაც და პირველ რიგში თქვენთან, ქალბატონო ინგა, რომ მხოლოდ სოციალურ ჭრილზე გამოკვეთილი ჩარჩოები გამომდინარე გუშინდელი ჩაშრილი შეხვედრიდან, რომელიც ჩაიშალა სწორედ იმის გამო, როგორც ხელისუფლებამ გითხრა, რომ სტუდენტებისგან იყო, აი ის ყველაფერი პროვოკაცია შეფასდა და სანდრო ბრეგაძე და მის გარშემოყოფი ადამიანები მიწაზე ჩვენ ვისაუბრებთ ცოტა მოგვიანებით. მანამდე იქნებ ჩემს კითხვას. მე არ მithქვამს რომ ეხლა მიწაზე უნდა ვისაუბრო. მე გითხარით რომ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ კონსტიტუცია არის ყველაფრის ერთობლიობა და აი აქ წარმოდგენილი ახალგაზრდების ნაწილი ალბათ, თქვენ ბატონ ლაშა მახსოვ ხართ, არაერთ სხდომაზე ყოფილხართ ალბათ მოსული. თქვენი კოლეგები ასევე ქუთაისშიც იყვნენ, ბათუმშიც იყვნენ. გუშინ ბატონ ლევან ლორთქიფანიძესთან ერთად გქონდა ერთი ეთერი და ჩვენ იქ სწორედ ეს საკითხი გავარჩიეთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აი ეს აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები, რომლებიც სვავდნენ, აქცენტს აკეთებდნენ საქართველოს კონსტიტუციის 94 მუხლზე და პროგრესული გადასახადის დამკვიდრების აუცილებლობის შესახებ სხვათა შორის ძალიან კვალიფიციურად განმარტავდნენ. მე პირადად ვრჩებოდა შტაბ-ბეჭდილება, რომ ისინი ამ პასუხებს ხელისუფლებისგან, ყოველ შემთხვევაში წარმოდგენილი კომისიის წევრებისგან დამაჯერებელ პასუხებს ვერ იღებდნენ. ისევე როგორც მე დიმიტრი ლორთქიფანიძე დემოკრატიული მოძრაობის სახელით დასმულ კითხვას მიწასთან დაკავშირებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ამპაროს მოდელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს როლის გაზრდას გულისხმობ. პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე და მისი პირდაპირ არჩევითობასთან დაკავშირებით ვერ ვღებულობდი, ისე როგორც საზოგადოება ვერ ღებულობდა დამაჯერებელ და ამომწურავ პასუხებს. და მე მინდა გითხრათ, რომ თბილისი იყო სხვა არაფერი თუ არა კულმინაცია იმ 9 შეხვედრისა, რომელიც საქართველოს მასშტაბით ანუ დაგროვილი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ განსხვავებული მოსაზრების ადამიანებში დაგროვდა ბრაზი. ბუნებრივია, იმიტომ რომ ქალბატონო ინგა ძალიან ბევრი საკითხია კონსტიტუციაში, მაგრამ მათ შორის არსებობს წითელი ხაზები, ხომ? ყველა იმ ორგანიზაციისთვის, ვინც მონაწილეობას ღებულობდა. ბატონო დიმიტრი, ერთ რაღაცას გეტყვით. აი, რაც კონსტიტუციის განხილვა დაიწყო, მას შემდეგ ერთგვარი დატესტვა მაქვს გაკეთებული, როგორც ჟურნალისტს, დღეს ყველაზე მეტად ადამიანებს აინტერესებთ მათი უფლებები, შრომითი უფლებები, არის ეს დაცული, არ არის ქვეყანაში და ასე შემდეგ. ამიტომ გადავწყვიტე მე დღეს ამ რაკურსში გამეკეთებინა რეაქცია. მითხარით, საზოგადოება, რომელსაც ჩვენ დღეს დაუსვით კითხვა, მუშაობთ, გააქვთ სამუშაო ადგილები, დაცულია თქვენი შრომითი უფლებები. 4 მეშახტე რომ გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ და 2 დღის წინ რომ დავასაფლავეთ და ასე შემდეგ. ეს ყველაზე მძიმე თემა. ეს არ არის ყველაზე მძიმე თემა მხოლოდ. დღეს საქართველოს დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე. დამიჯერეთ თუ არ იქნება ერთი ხმა ერთი ამომრჩეველი უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ის სოციალური უფლებებიც დაგვრჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ხომ ეთანხმებით ამაში, ხომ ეს მნიშვნელოვანია. ეხლა მე მინდა აუდიტორიას მივმართო და ახალგაზრდებს ვკითხო. რას ნიშნავს საყოველთაობა და სახალხოობა და ესე ვთქვი, გამოკითხვა სრულიად ქართული საზოგადოებისა. მაშინ, როდესაც ინტერნეტ წვდომა აღნიშნული პროექტის არ არსებობს, აი სანამ წამოვიდოდი სპეციალურად შევედი ინტერნეტში. მაინტერესებდა მენახა ვებგვერდი ოფიციალური სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, მაინტერესებდა მენახა ის სივრცეები ინტერნეტში, სადაც შეიძლებოდა ეს ამოგვეკითხა, ესეთი რამ არ არსებობს ინტერნეტ სივრცეში. ანუ რას ამბობთ? მეორე, პრესაში და პერიოდიკაში. ნუ თუ არ შეიძლებოდა რომ ხელისუფლებას უზრუნველეყო თუნდაც 30,000-იანი ტირაჟით დაებეჭდა კონსტიტუციის ის პროექტი, რომელიც ASS საყოველთაოდ, როგორც თავად აცხადებენ და სახალხოდ გამოაქვს განსახილველად. თქვენ ფიქრობთ, რომ ხალხს ესე აინტერესებს პუნქტობრივად ის ყველა რა თქმა უნდა აინტერესებს. თქვენ ფიქრობთ, რომ ესე არის დაინტერესებული მოსახლეობა, რომ ყველა პუნქტი გაიაროს ესეთი ყველა პუნქტი არა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტები, რომელიც თითოეული მათგანის მომავალს და მათი შვილების მომავალს ეხება. მათ შორის არის სოციალური სტანდარტი, კი ბატონო, 94 მუხლი, პროგრესული გადასახადი, რაც გულისხმობს იმას, რომ ვისაც დიდი აქვს შემოსავალი, დიფერენცირებულად უნდა დაიბეგროს, განსხვავებით იმისგან, ვისაც მცირე აქვს შემოსავალი. ეს ბუნებრივი არის, სრულიად კანონზომიერი
ნაკლისფერი, რასაც ახალგაზრდები აყენებენ. რასაც ჩვენ ვაყენებთ, ქალბატონო ინგა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვამბობთ, რომ მარადიული ღირებულებების ადგილია საქართველოს კონსტიტუცია და ეს საკრალური ტრიადა მამული ენა სარწმუნოება სათღერძელოებში კი არ უნდა გვახსენდებოდეს. არამედ მამული ენა სარწმუნოება არის სწორედ ის, რისი ორი ჰიპოსტასიც ასახულია დღეს კონსტიტუციაში. სახელმწიფო ენის სტატუსი ერთი და მეორე სარწმუნოება როგორც კონკორდატი საქართველოსა და სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. მაგრამ ხრჩებოდა მიწა 95 წლის კონსტიტუციაში არ იყო ეს მოცემულობა, არ იყო მიმართება. ჩვენ კიდევ გვექნება ამ თემაზე საუბარი და ნება მომეცით რომ ამაზე დაკავშირებით საუბარი. დიმიტრი ლორთქიფანიძის პოლიტიკური გუნდი იყო სწორედ, ვინც ამისთვის იბრძოდა და სპეციალურად სარჩელით შეიტანეთ, ხო, როგორც ვიცი. რა სიტყვი, დიმიტრი, აი მოისმინეთ თქვენ მაგალითად გირჩის პოზიცია, მოისმინეთ ოცნების პოზიცია, თქვენი სათქმელი რა არის? მიწებთან დაკავშირებით და ერთი კითხვა უნდა დავსვა. ეს მიწები, რომელიც არ შეიძლება გაიყიდოს, თქვათ, უცხოელებზე, სადმე წაიღებენ უცხოელები ამ მიწებს? ქუბოს წაიღებენ. ქალბატონო ინგა, პირველ რიგში მე არ შემიძლია დავმალო ჩემი შინაგანი სიხარული იმის გამო, რომ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის მიერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი მნიშვნელოვანი ალტერნატიული წინადადება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის 21 მუხლში, როგორც მეოთხე ნაწილი დამატება იქნა შეტანილი, საბოლოო ჯამში ატაცებული იქნა ფართო საზოგადოების მიერ და იმდენად მწვავე განხილვის საგანია, რომ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ნებათა ღელვებსაც ვერ იოკებს ძალიან ბევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი. ეს მხოლოდ კარგია, იმიტომ რომ ეს ფართო საჯარო დისკუსიას უწყობს ხელს და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი წინადადების უმთავრესი ფაბულა იყო რა, რომ მიწა როგორც განსაკუთრებული ღირებულებითი კატეგორია, როგორც განსაკუთრებული სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი, მიწა როგორც ჩვენი მომავალი თაობების ერთადერთი საკვები ბაზა, მიწა როგორც ამოწურვადი რესურსი, როგორც შეზღუდული რესურსი, საკუთრების უფლებით შეიძლება ეკუთვნოდეს საქართველოს მოქალაქეს. ის შეიძლება იყოს მუნიციპალური საკუთრების, ის შეიძლება იყოს სახელმწიფო საკუთრებაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას გადიოდეს, ეს მიწა რეგისტრაციას გადიოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არ მქონე პირებისთვის. ვინაიდან ეს არის ჩვენი სამკვიდრო ქონება. მიწაზე საკუთრება გვეკუთვნის როგორც მე და თქვენ ქალბატონო ინგა ცოცხალ სუბიექტებს ამ ქვეყნისა, ისევე გარდაცვლილებს და ისევე მომავალ ადამიანებს, რომლებიც მომავალ თაობებში დაიბადებიან. ეს არის ის სტრატეგიული მართლაც მნიშვნელოვანი რესურსი, რომლის გასხვისების შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის როგორც სახელმწიფო სუვერენიტეტი, ისე სახალხო სუვერენიტეტი შეიძლება დადგეს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ და ამას მე როგორც საქართველოს მოქალაქე კი არ ვამბობ მხოლოდ. ამაზე საუბრობს შვეიცარიის ფედერალური კანონი, რომელიც მიწას იცავს გაუცხოებისგან. ამაზე საუბრობს უნგრეთის კონსტიტუციაში ჩაიწეროს ეს ჩვენი მოთხოვნაც კი არ არის. ჩვენი მოთხოვნაც კი არ არის. ჩვენ ვართ პირველი ორგანიზაცია, რომელმაც 2017 წლის 17 იანვრამდე კანონით დადგენილი წესით მივმართეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციური კანონის პროექტით, განმარტებითი ბარათით და ჩვენ რომ ეს არ გაგვეკეთებინა, ეს დისკუსია უბრალოდ ვერ აიწეოდა, იმიტომ რომ დედლაინი, ბოლო ვადა, აღნიშნული წინადადების შეტანის იყო 17 იანვარი. და დღეს დაგაკმაყოფილოთ იმან, რაც მოისმინეთ ბატონი დიმიტრი. ჩვენ აღმოჩნდით ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც ეს განახორციელა კანონით, ანუ წესდებით დადგენილ ვადაში და შესაბამისად დისკუსიაც გახსნილი იქნა. დღეს დაგაკმაყოფილოთ თქო ბატონი დიმიტრის განცხადებამ, რომელიც ამ სტუდიაში მან გააკეთა. მან თქვა თავისი პოზიცია პერსონალური პატივისცემა ბატონ დიმიტრის ყოველთვის ჰქონდა ჩემგან და დღევანდელი დღიდან კიდევ უფრო მეტი ექნება მას გამომდინარე იქიდან რომ მან გულწრფელად განაცხადა საკუთარი განწყობის შესახებ და ის რომ მარტო არ არის მე მინდა ზუსტად ერთი წუთი მომეცით თუ შეიძლება 2017 წლის 11 მაისის გაზეთ რეზონანსში გამოქვეყნდა პარლამენტის თავმჯდომარის ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ აიგრძალებაო. ზუსტად 4 დღეში 15 მაისს გამოქვეყნდა აგრარულ საკითხთა კომიტეტის, თუ არ ვცდები, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა ბატონი ოთარ დანელია, რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არ მქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო
სამეურნეო მიწების რეგისტრაციის შესაძლებლობა საკუთრების უფლებით და აი, მე აქ ვფიქრობ, რომ მიდევს ეხლა აქ უკვე მე ეს ნიშნავს, მისინები. რომ გუნდში არის სერიოზული სხვაობა. და განსხვავებები, მინდა, რომ რომ კითხოთ, გუნდში არის ბატონო დიმიტრი, გუნდში და არის უკვე აცდენილი პოლიტიკურ ღირებულებების ნაცვლისკენ უნდა ასე წავიდეთ ჩვენი ვთქვათ, გადაცემა. დაპირისპირება, მე ესე მგონია, იმიტომ რომ ესე ჩანს მე დაგესაბუთებ, თუ კი თომასი ბატონ არ არის. ოთარ დანელიას გუშინდელ განცხადებასაც მოვისმენთ, ასევე მინდა ამ ადამიანის მიმართ პერსონალური პატივისცემა გამოვხატო, იმიტომ რომ ის რაც ადამიანს სინდისიერად აწუხებს მადლობა, და იმას მადლობა. ღიად აცხადებს, ის მხოლოდ შეიძლება იყოს პატივისცემის. დიდი მადლობა, სამწუხაროდ მე უმთავრესი ერთი განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მე მოკლედ, ხელთ თუ შეიძლება თქვენი კი, ეხავე მოგცემ და ვეთანხმებით მოკლედ თუ არა, გაიცი პასუხი უნდა დავასრულოთ ბატონ ეს დიმიტრი, ბლოკი ბატონ დიმიტრი, მალე. მე ვიცი რომ თქვენი დოკუმენტი ძალიან დაგაინტერესებთ. ჩემი თხოვნაც იქნება ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, რომ თქვენ ეს დოკუმენტი გაახმაუროთ თქვენს გუნდში. ეს არის 2017 წლის 4 აპრილს გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის სახელით ჩემს მიერ გაგზავნილი წერილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 4-4 შეკითხვით. რატომ უსვავ ხას 4 აპრილს? იმიტომ რომ დღეს არის 17 მაისი, 16 მაისი და რეალურად ადმინისტრაციული ვადა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული, არის გასული და ჩვენ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. პირველი კითხვა, სულ 4 კითხვაა. რამდენმა უცხოელმა მოახდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწაზე 2012-17 წლებში? რომელი ქვეყნის მოქალაქეებმა მოახდინეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწებზე აღნიშნულ წლებში? მესამე, რის საფუძველზე მოხდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწაზე? და მეოთხე, რა ტიპის მიწებზე მოხდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია? სასოფლო სამეურნეო თუ არა სასოფლო სამეურნეო? ეს არის ძალიან კონკრეტული 4 შეკითხვა, რომელზეც ჩვენი მთავრობა, თქვენი გუნდის წარმომადგენელი მინისტრი იუსტიციის სამწუხაროდ თავს იკავებს პასუხის გაცემისგან, რითაც ძალიან უხეშად არღვევს გასაგებია ბატონო დიმიტრი, ერთ წუთში უნდა ჩავეტევი. ნახევარ წუთში ჩავეტევი. ის რომ თქვა გუნდში, როდესაც მიდის მსჯელობა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუნდში არის ღირებულებების ცდომა. აბსოლუტურად ეს ასე არ არის და შემიძლია კონკრეტულად დაგისაბუთოთ. ის რომ თქვა უფრო მკვეთრი ჩანაწერი უნდა იყოს. კი, გეთანხმოთ, ეს არის ჩემი პოზიცია და არა მხოლოდ ჩემი, მაგრამ ის ჩანაწერი, განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, მიწასთან დაკავშირებით ამ ფორმის დეფინიცია უშუალოდ ეკუთვნის ირაკლი კობახიძეს. აქ არის უბრალოდ ფორმულირებაზე, როგორ უნდა მოხდეს საბოლოოდ რა ფორმულირება იქნება? აი რა საბოლოოდ იქნება კონსტიტუცია იმ დაგვარი, სადაც იქნება უმაღლეს რანგში. განაცხადეთ, რომ კონსტიტუციაში ჩადებთ, რომ მიწა არის განსაკუთრებული რესურსი, ხოლო შემდგომში ორგანულ კანონში დაარეგულირებთ. ამაში ვერ დაგეთანხმებით. მაგრამ იმიტომ რომ ეკა გიგაურისნაირმა არასამთავრობო ორგანიზაცია ეს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლო ანტიდისკრიმინაციული მე-14 მუხლიდან გამომდინარე თანასწორობის უფლებიდან კვლავ მიანიჭებს მომავალ დანიის მოქალაქეს. მიწაზე საკუთრების უფლება. ერთადერთი ალტერნატივა არის მიწაზე საკუთრების უფლების აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების და ჩაიწერება ხოლმე საქართველოს კონსტიტუციაში. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ სამართლიანი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას, რომ იმდაგვარი კონსტიტუცია მეგო, სადაც იქნება პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესები დაცული. და პირველ რიგში ის იქნება იმ დაგვარება არ იქნება არც ერთ რომელიმე გუნდზე, არც ერთ რომელიმე პიროვნებაზე და ეს კონსტიტუცია გაუძლებს დროს. აი ამ დაგვარ კონსტიტუციას მივიღებთ ჩვენ ამის პასუხისმგებლობას. მე იმეც ვიტოვებ, რომ თქვენ ზეგავლენას მოახდენთ თქვენი გუნდის აი აქ რაც მიდიოდა